რა თქმა უნდა, პირველ რიგში რწმენა არ არის რაღაცა გაურკვევლობა. რწმენა არის დიდი გაურკვევლობა, დიდი სინათლე არის. და სინათლე როგორ არის რწმენა მოსმენისგან არის. მოსმენა ვისი ღმერთის სიტყვის. თუ ადამიანი მოისმენს ღმერთის სიტყვა, რომელიც წმინდა წერილში, წმინდა წიგნშია ჩაწერილი, მადლობა ღმერთს დღეს გუტენბერგის შემდეგ ეს წიგნები ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. ადექიდაც აიგითხე, რას ლაპარაკობს ეს შენი მოძღვარი? მოდის თუ არა შესაბამისობაში, აკეთებს თუ არა სრულ ინტერპრეტაციებს, არის თუ არა შენი მოყვარული, ცდილობს რომ გაგიადვილოს ეს წუთისოფერი თუ გაგირთულოს და დაგამძიმოს. ეს ყველაფერი არის, როდესაც ჩვენ ხედავთ მილიონებით გაჯერებულ, საით წარმოგიდგენთ, მღვდელმთავარი არის, ყველა მღვდელმთავარი არის ბერული აღთქმით და ბერული აღთქმიდან ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია უპოვარება. ანუ არაფერი არ უნდა გქონდეს პირადი საქმარი ნივთების გარდა სამოსერი და ჯაგრისი და რაღაც ამდაგვარი. ეს რომელიც ჭირდება აუცილებლობით ადამიანს. სად გაგონინა მილიონერი ბერი მონაზონი, რომელსაც რაღაცა დაუყებელი სურვილი აქვს, რომ გააკეთოს ეს და ამაზე რა პასუხი აქვს? როგორი პასუხი უნდა გასცეს? შეუთავსებელი როგორ უნდა შეათავსო ერთმანეთთან? ან იმას როგორ უნდა მოусმინო, შედამოწმილო? თუ ერთი უწერია მას პროტოკოლი წესების ერთობლიობა ხო? მონაზონს 4 აღთქმა ქალწულება, ერთ-ერთი არის უპოვარება, არაფრის ქონა არ არის. არ ჭირდება ბერს არაფერი. ფუფუნებაში არ უნდა ცხოვრობდეს რაღაც ადამიანები, რომ ზაქშის პური რომ იტანოს, დაგავშირო იქებიან და შენ 9 მილიონიან მანქანაში რო დგები და მთელი გარაჟები გავს. რა პასუხს აძლევ ღმერთს? როგორ შეიძლება შეათავსო? როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები ჩვენ მივიღოთ საერთოდ? საწერია ეს და თუ რამე მოხდება ჩვენი ბრალია, იმიტომ რომ ჩვენი პასიურობით, ჩვენი ურწმუნოების რწმენა ბიჟვის ერაგიერალი და თავზე საბურავის გაკეთება, ქალი რო შედის და მივა და ხატებს აკოცებს, ეს მაიმუნმაც შეიძლება გააკეთოს, ხატებს იმანაც შეიძლება აკოცოს და ლოშნა დაუწყოს. რწმენა არის გონება, რწმენა არის სულთა სინდისი ადამიანში ყოფი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს ვერ გაუმეტავს და ასეთი სინდისი მოვედი ჩვენ ამ ქვეყანას. ასე ცხოვრობდით, ასე ვიბრძოდით, ასე ვაკეთებდით, ასე ვაშენებდით და მოვიტანეთ დღეს საქართველოს და თუ ასე არ გაგრძელდება ჩვენ საქართველოს ღირსი არ ვართ ამის სტარების ღირსი. თუ ასე უნდა ვიცხოვროთ და ჩვენ ადგილს სხვა დაიკავებს. მე ამას ასიდად არ ვამბობ. არავით არის ღვთისმშობლის წინხვედრობა არ გვიშველის. თუ ჩვენ არ დავდექით ღმერთის წინაშე გულწრფელად და მართებულად. აი ეს მინდა უთხრა ყველას, ვინც მომისმენს და მედია რომ დამეთანხმება, იმიტომ რომ ამას მთელი გულით და მთელი გონებით ვლაპარაკობ.